პაციენტი შემოდის კაბინეტში, თუ ძალიან შფოთვარე არის, ესეთი ვთქვათ, გამოხატავს ემოციებს ძალიან სერიოზულად, ეს უკვე მიგვითითებს, რომ ფარიზების ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება მომატებული იყოს. და თუ არის ესეთი მოდუნებული პაციენტი, ადინამიური, ნელალაპარაკობს, ფიქრობს რა აზრის წარმოთქმის დროს, ასე შემდეგ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უფრო ჰიპოთირეოზზე გვაქვს ხოლმე ეჭვი. ჰიპერთირეოზი არის გავაჯამოთ, არის ასოცირებული შფოთვის მატებასთან და ფარისებრივი ჯირკვლის დაქვეითება, ანუ ჰიპოთირეოზი არის დაკავშირებული უფრო უენერგიობასთან, ანუ ასთენია, სიტყვას ხმარობ ჩვენ უხალისობასთან, მოტივაციის ნაკლებობასთან, სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითებასთან და ასე შემდეგ. ანუ ამ შემთხვევაში რაღაცები პროცესები ფსიქიკის უფრო ქვემოთ იწევს და ქვემოთ ჩადის და ანუ ჰიპერთირეოზი და პირიქით შფოთვა, რაღაცა დაძაბულობა, გამღიზიანებლობა, უძილობა, პირიქით უფრო ჰიპერთირეოზის არის დამახასიათებული.